მოგესალმებით ჩემო კარგებო, ეხლა მინდა მოვამზადო კეცეული, გავამზადე გუშინ და თქვენიც რომ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე, განსაკუთრებით ობას გამოსდის ძალიან კარგი და გემრიელი. გულს ვაზავებ შემდეგნაირად ვინც არიცით და არ გინახეთ ჩვენი ვიდეოები, აქ არის დაჭრილი ხახუწყვილად, ასევე ქონდარი ცოტა უცხო, ქინძი და ძალიან ცოტა ნიორი. გუშინ ღამე შევაზავე როგორც გითხარით, რომ ეს გემოები კარგად გაუჩნდეს. ეხლა კიდევ გადავურევ და მთავარი ამბავი მოკლედ, რაც მინდა რომ გავაკეთო და დავამატო დღეს და ვცადო და შემდეგ რა თქმა უნდა გაგიზიარებ დღის თუ არა, ეს არის ღანძილი. როგორც იცით, ეხლა არის ამის სეზონი, ღანძილის სეზონი და მოკლედ გავწურე, მომზადების ვიდეოც მინდა, ვისაც არ გინახავთ ახეთ აუცილებლად, გავწურე, ეხლა დავჭრი ამას და შემდეგ ნახევარს გადავურევ და ვცდი როგორი გამომგონია, რომ ძალიან მოხდება და ძალიან გემრიელი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა შედეგს გაგიზიარებ და გეტყვით ღირს თუ არა გაკეთება და სიჯო. პირველ რიგში კეცეულის გული გავანაწილე, ნაწილი გადმოვიტანე თასში, სადაც შეურიე კარგად გაწურული ღანძილი, რომელიც დავჭერი შედარებით მცირე ნაწილებად და უკვე შემდეგ კეცეულის ფარში მომზადებული და ღანძილი გადაურია ერთმანეთში. ეს იმიტომ გავაკეთე, როგორც ვახსენე ვიდეოში, რომ პირველად უნდა მეცადა და რამდენად მოგვეწონებოდა და კარგი იქნებოდა თუ არა მთლიანი გული რომ არ გამომეყენებინა, მოკლედ მაგიტომ გავაკეთე. შემდეგ, რა თქმა უნდა, წინასწარ ცოტა აფუებულ ცომში, საფუარიან ცომში გადავიტანე, გული გამზადებული ჩავდე, გავაბრტყელი და ორივე მხრიდან ტაფაზე გამოვაცხე დაბალ ტემპერატურაზე და თავს დავახურებ, იმიტომ რომ ხორცი უნდა მომზადდეს, როგორც იცით, ეს ხორცი არის უმი. გამზადებულ კეცეულს უკვე ცხიმი წავსვი თავზე, გამოვიდა ძალიან გემრიელი, უცხო გემოაქვს და სცადეთ აუცილებლად. დროებით